საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ღამემშვიდობისა, უფრო სწორედ გვიანია საკმაოდ, როცა გიწერთ და მიდია ყველანი შვიდად და კარგად გრძნობთ თავს. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ ამას გავიგებთ, ვნახოთ რა სიტუაცია ხა თქვენ შორის, რომ უფრო მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე, ხო? რა სიტუაცია ახლა თქვენ შორის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? რა ხდება თქვენ შორის ამჟამად, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენ და ამ ადამიანს შორის რა ხდება ამჟამად? აქ რა ხდება, მეგობრებო, და ვიტყოდი, რომ ცოტა ისეთი გაჩერებული სიტუაცია. შეიძლება რაღაცა ფონი არის ისეთი, რომ კამათი მოხდა, ან რაღაცაზე ვერ შეთანხმდით ერთმანეთზე, ან რაღაცის ეგოს მომენტიც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივეს შეიძლება საკმაოდ ისეთი ძლიერი ეგო გქონდეთ და არც ერთმა არ დათმეთ და ცოტა ისეთი გაურკვევლობა და კამათი მოხდა თქვენ შორის. ამჟამად თქვენ ორ შორის სასიყვარულო სიტუაცია ნამდვილად არის, ორივეს ერთმანეთის მიმართ გაქვთ გრძნობები, ნამდვილად სურვილი არის რაღაცა დოზით მოლაპარაკების, ხო, აი რაღაც რო არც ერთმა წააგოს და არც მეორემ და ორივე ასე ვთქვათ მოგებულები დარჩეთ, რაღაც დიპლომატიური საუბრის სურვილია ორივე მხრიდან. არის როგორც წეღანა აღნიშნა გრძნობები თქვენი და მისი მხრიდანაც ნამდვილად სასიყვარულო, მაგრამ ზოგადი ფონი არის რაღაც თავშეკავების უფრო მეტად თქვენს ურთიერთობაში ნაკლებად ხდება რაღაცა ამჟამად გაჩერებული სიტუაცია, არც ერთი არ მოქმედებთ. ის მომენტი, რომ გაქვთ ემოცია, გაქვთ საუბრის და რაღაცაზე შეთანხმების სურვილი, ეს სურვილები თითქოს შეკავებულია და ჯერჯერობით ესე არ ამჟღავნებთ ერთმანეთს, არ უმხელთ ამ ყველაფერს. ფონი ზოგადი არის ის, რომ არაფერი არ ხდება თქვენს ურთიერთობაში, გაჩერებული სიტუაცია არის და აი შინაგანი სურვილების და გრძნობების შეკავება ამ წუთას. ასე ვთქვათ. კარგი. რა ფიქრები აქვს, მოდი ვიკითხოთ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რა ფიქრები აქვს ამჟამად თქვენთან დაკავშირებით? თქვით მისი სახელი და გვარი. და გავიგოთ, რას ფიქრობს ამჟამად თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. აი ხო გეუბნებით, ეს მე მგონი წეგან რაც ვთქვი, ის რაღაც თავშეკავების მომენტი ამ ადამიანს უფრო აქვს თქვენთან დაკავშირებით, რადგან ფიქრებშიც ეს ამოუვიდა პიროვნებას, ფიქრობს, რომ თქვენთან დაკავშირებით რაღაცა შანსი დაკარგა, არ ვიცი, შეიძლება თქვენ უთხარით, რომ ეს შანსი დაკარგე, ან ბოლო შანსი გაქა რაღაც ამდაგვარი და ძალიან დიდი მონატრების შეგრძნება აქვს ამ პიროვნებას, ასევე რაღაცა სამწუხარო მდგომარეობაში, მწუხარ, როგორ ვთქვა, შეწუხებულია ხო აი ამ ფაქტით ძალიან და ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ დაინგრა, რაღაცა ეტაპი დაინგრა თქვენს
ურთიერთობაში ბევრი რაღაც შეიცვალა მისი ამ საქციელების გამო, რასაც აკეთებდა და როგორც იქცეოდა და თვითონ აქვს საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი ამჟამად. თუმცა თუ ეს ყველაფერი გარედან არ ემჩნევა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და შეუძლია აი ამ თავისი შინაგანი გრძნობების, რაც აქვს, შეიკავოს თავი და გარეთ არ გამოამჟღავნოს, გარედან არ ემჩნეოდეს ეს ყველაფერი. აქ შეიძლება ფონი კიდევ ისეთი არვიანის ხმები ამოვიდა და შეიძლება ითქვას ისე კიდევ თასების რაინდი აქვს ამ პიროვნებას აქვს სურვილი ნამდვილად მოსვლის, თავის გრძნობებზე საუბრის, რაღაც გამხელის, თავისი გრძნობების შეხვედრის სურვილი აქვს, მაგრამ საკუთარ თავს თვითონ იბლოკავს, რადგან ფიქრობს, რომ აქ თვითონ დაუშვა შეცდომა და ცოტა ნაკლები შანსი აქვს უკვე თქვენთან ურთიერთობის. კარგი. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ამჟამად თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს? მეგობრებო, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოს, მოიწონეთ ხოლმე გააზიარეთ ვიდეოები, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. რადგან შეიძლება ბევრისთვის იყოს საჭირო ინფორმაცია. კარგი. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ ვსვავ და ზოგიერთზე ერთი რეზონირდება, ზოგიერთზე მეორე. ვიღაცაზე შეიძლება ყველაც. რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ახლა აქ არის როგორი მომენტი, იცით, ამ შემთხვევაში თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ ისეთი ტიპაჟის ადამიანია, აი ურთიერთობებში, რადგან ახლა ამ საკითხს ვსაუბრობთ, საკმაოდ მელი, ძალიან დროში წელავს ყველაფერს. დრო ყველაფრისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, სიჩქარე მით უმეტეს ურთიერთობებისთვის არ ვარგა, მაგრამ ზოგიერთი პიროვნება, მამაკაცი მით უმეტეს, აი ძალიან წელავს დროს იმ მხრივ, რომ აი არც უშვებს ქალს, არც წინების დგავს და მხოლოდ ერთ ადგილს დგებნის და ეს დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ დამღლელია და მოსაბეზრებელია ასეთი ტიპის ურთიერთობები. ჩემი პირადი აზრია. და ეს ადამიანია, ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ასეთი. და ამ დროს იმიტომ წელავს, რომ ბევრ რამეში ეპარება ეჭვი, რაღაცები, სულ რაღაც შეიძლება ამ პიროვნებას აქვს შიშებიც კიდევ, რომ კონდეს შეიძლება წარსულში რაღაცა ისეთი სიტუაციები გადამხდარი ურთიერთობებში, რომ ყველაფერში ეჭვი ეპარება. შეიძლება ის მომენტიც აქვს, რომ აი თითქოს შეუყვარდი და ვერ იჯერებს საკუთარ თავს ატყუებს ამ ყველაფერს, რომ არა ეს ის არ არის, არ ჯერა თითქოს ამ გრძნობებისა თვითონვე. ძალიან ეჭვიანი და რო არ ენდობა არავის ისეთი პიროვნებაა თითქოს. აი აქაც ესე ჩანს, საკუთარი საზღვრები აქვს ამ პიროვნებას, რაღაცა რომლის იქითაც არავის არ უშვებს. თქვენთან ურთიერთობაში ეს პიროვნება საკმაოდ ცოტას გასცემდა, რაღაცა ეს პაჟური მომენტები ქონდა ძალიან, აი ან შეიძლება ახალი ურთიერთობა, იცით, ეს აი ახალი დაწყებული ურთიერთობა და ამჟამად აი იმასაც კი ფიქრობს, მივწერო თუ არ მივწერო. აი ხო ხვდებით, ძალიან კი აქვს ეს რაღაცა მოწონებები, აქ კი არ მიჩანს რეალურად ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანის
ენერგიებს რო ვკითხულობ, იქ ჩანს ეს ყველაფერი, რომ აი სულ რაღაცა საზღვრავს თავის ნაბიჯებს, რომ რაღაცა ზედმეტი არ მოიმოქმედოს, რატომაც ესე ფიქრობს. თუმცა აქედან ამავდროულად იმაზეც ეფიქრება, რომ ამ ურთიერთობაში აქ როგორი მომენტი აქვს, იცით? ცოტა ილუზიური პიროვნებაც არის ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი, ზედმეტად თავდაჯერებული, ესეთი ენერგია მომდის და ფიქრობს, რომ საკმაოდ ბევრი არჩევნის პატრონია, შეიძლება ასე ფიქრობს და აი დაუშვათ არსებობენ ესეთი მამაკაცები, რომ ერთთან არ გამოვა, მეორესთან გამოვა და საკმაოდ ზედმეტად თავდაჯერებული და ილუზიური პიროვნება და სინამდვილეში ვინც რეალურია მისთვის და ვისაც ნამდვილად წრფელი გრძნობები აქვს მის მიმართ, აი ისეთ ადამიანებს უშვებენ ესეთი პიროვნებები. მაგრამ აქ ამის მიუხედავად ფიქრობს ეს ადამიანი, ნამდვილად აქვს რაღაცა თავში მაგდეს საზღვრავს, რომ თქვენთან რამე რომ გამოუვიდეს, აუცილებელია ამისთვის ბევრი რამის გაკეთება და მხოლოდ რაღაც ეს პაჟიური მოწერა და მოკითხვა არაფრით წინ არ წაიყვანს ამ ურთიერთობას. და თქვენ შემთხვევაში ზუსტად შეიძლება ეს მომენტი იყოს. კი, შეიძლება ახალი დაწყებულია ურთიერთობა, მაგრამ აი ამის იქით არ მიდის ჯერჯერობით. შეიძლება რამოდენიმე თვე ასე ხართ, უბრალოდ მოგწერთ, მოგეკითხავთ, რაღაცა 1-2 ისაუბრებთ და მორჩა. და ამის იქით არაფერი არ ხდება. იმდენს ხვდება, რომ ამ ურთიერთობაში რაღაც უნდა გააკეთოს, რომ განვითარდეს, მაგრამ ცოტა აი ეს მომენტი აქვს ილუზიური, რომელიც უკან ხევს ძალიან. კარგი. კიდევ და ეჭვები, რაც მთავარია, სულ ეჭვებში ეს პიროვნება, სულ თავის მოტყუებაში თქოს, აი იცი როგორი სიტუაცია აქვს, რომ აი ვაი დახვავწდები, იქნება ისე ძალიანაც არ მომწონს და აი რაღაც ეგეთი მომენტები. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება კიდევ რას ფიქრობს ამჟამად თქვენთან დაკავშირებით? ხო, აი აქ რაღაც სიგნიფიკაცია როგორც იყო დაახლოებით ის მომენტი აქაც თქვენ ან ერთი ან მეორე, მოკლედ ამ ურთიერთობიდან რომელიღაცა პიროვნება არის დატრიალებული, თითქოს წავიდა და იმიტომ წავიდა, რომ ფიქრობდა, რომ აღარაფერს აღარ მაძლევს თვითონ ეს ურთიერთობა, რაღაც ესეთი მომენტი ქონდა, მაგრამ ახლა ხვდება თქვენს ფასს, ასე ვთქვათ, თქვენს საჭიროებას მის ცხოვრებაში და იმას, რომ რა დონეზე უჭირს თქვენს გარეშე. ესეთი ფონი აქვს ამ პიროვნებას. ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ პიროვნებას და ჯერ ის, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, არ ვიცი რა სიტუაციები გქონდათ, როცა ერთად იყავით, მაგრამ იყავით ის ადამიანი, რომელიც აი ამის თქმა მინდა ახლა, რომ მის სულს ჩაწვდა თითქოს. რაც არ უნდა დიდებულად ჩანდეს გარედან, შინაგანად იმდენად ცარიელია, რომ თქვენ აი ამ ცარიელ და გამოფიტულ ადამიანს აი მოკიდეთ ხელი და მიათრევდით, ასე ვთქვათ და აი ეს დააფასა ახლა და ახლა ფიქრობს, რომ სხვა არავინ არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ისეთი, ვინც აი იმ გამოფიტულ ადამიანს მოკიდებდა ხელს. და მხოლოდ მისი ეს რაღაცა მედიდური გარეგნობა და მისი ეს ამაყი შეხედულობა ჩანს და ხედავს ყველა. თქვენ იყავით მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც აი მას შინაგანად ხედავდით. და ფიქრები აქვს ის, რომ
თუ იცი როგორი მომენტი აქვს ამ ადამიანს ძალიან როგორ გითხრათ ძალიან წვრილ მანებში ფიქრობს უკვე ძალიან ბევრს აანალიზებს ფიქრობს რაღაცებს საზღვრავს ხო ძალიან ბევრ ფიქრებში თქვენთან დაკავშირებით ეს პიროვნება და რაღაცა გეგმა აქვს ნამდვილად ამ ადამიანს ეს თუ თქვენი ყოფილი პრინციპში აქ რეალურად ვისეც ვისაუბრე რაღაცა სულ ისეთი სიტუაცია რომ ან გაჩერებული გაქვთ ახლა ურთიერთობა ან ყოველ შემთხვევაში ახლა ერთად არ ხართ თითქმის ყოველას ვარიანტი ერთი და იგივე ფონი იყო და ეს პიროვნება რაღაცა გეგმებს სახავს ნამდვილად თქვენთან დაკავშირებით უფრო მეტად სტაბილურს უფრო მეტად ემოციურს რაც თქვენ შემთხვევაში შეიძლება აქამდე საერთოდაც არ იყო არც ემოციას გამოხატავდა თქვენს მიმართ არც სტაბილურობას და მე თვითონვე მოწყინდა ეს მდგომარეობა და რატომაც ჩათვალა რომ თქვენ აღარ აძლევდით ისეთ არაფერს თქვენგან ვეღარ იღებდა იმ ყველაფერს რასაც თვითონ არ გასცემდა რეალურად ცოტა ეგოისტურია ეს ადამიანი ეგოისტია იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არ გასცემდა და ბოდიში მომიწია გაჩერება მოკლედ ვამბობდი იმას რომ საკმაოდ ეგოისტი ადამიანია და თვითონ რასაც არ გასცემდა საბოლოოდ რაღაცა მოწყინდა ამ ურთიერთობაში და ეს რაღაცა ეგონა თქვენგან გამომდინარე იყო და ამ დროს იყო თავისი ქმედებებიდან გამომდინარე იმიტომ რომ თვითონ არ აძლევდა ამ ურთიერთობას იმის საშუალებას რომ რაღაც მრავალფეროვანი ემოციური სტაბილური ყოფილიყო ამას ახლა მიხვდა ახლა დააფასა თითქოს რაღაც დაბრძენდა ეს პიროვნება ასე ვიტყოდი და ამ გეგმებს სახავს ზუსტად რომ უფრო მეტად სტაბილურობისკენ გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯი და უფრო მეტად ემოციური იყოს ცოტა ისეთი ნათქვამია ემოცია გამოხატოს თქვენს მიმართ შეიძლება მანამდე ეს ყველაფერი ცოტა ისე თავშეკავებულად იყო თქვენთან რა და არაფერს არ გასცემდა დიდად ესეთი ენერგიები მომდის კარგი მეგობრებო სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა მე შეგახსენებთ რომ მაქვს ესეთი უნიკალური სესიები ტაროს და კოუჩინგური სესიები ერთად და ვისაც გაქვთ სურვილი რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ შეგიძლიათ შემეხმიანოთ ამ ვიდეოში აღარ გავაგრძელებ მეტ საუბარს რაც მოგიტანთ ტაროს და კოუჩინგის სესია ერთად ამაზე სხვა ვიდეოებში ვისაუბრებ უფრო მეტად. დაგემშვიდობებით ახლა მშვიდ ღამეს გისურვებთ. დროებით.